ამერიკის შეერთებული შტატების პირველმა ლედი მიშელ ობამამ გერმანიის სამხედრო ჰოსპიტალში ქართველი ჯარისკაცები მოინახულა. 4 სამხედრო, რომელიც ავღანეთის აისაფის ოპერაციაში მონაწილეობისას დაშავდნენ, საქართველოში დაბრუნებამდე ჰელმანდის პროვინციიდან გერმანიის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს. სულ მისიაში მონაწილეობისას ჰელმანდში მსახურობის პერიოდში 12 ქართველი სამხედრო დაშავდა, თითქმის ყველა მათგანი ამჟამად უკვე საკუთარ სახლებში იმყოფება. და კეთი ბოჯგუა გვერდთვება დეტალებით მოამბის პირდაპირ ეთერში. კეთი, როგორია ამჟამად დაშავებული ქართველი ჯარისკაცების ჯანმრთელობის მდგომარეობა? დაშავებული 12 სამხედროს მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია. მათი უმეტესობა დაბრუნდა საკუთარ სახლებში, მხოლოდ 2 მათგანი ალიკა გითოლენდია გერმანიაში, მორის საბაშვილი კი საქართველოში აგრძელებენ მკურნალობას. სწორედ მორის საბაშვილს ხედავთ თქვენ ფოტოზე მიშელ ობამასთან ერთად. მასთან ერთად 3 ქართველი სამხედრო გერმანიის სამხედრო ჰოსპიტალში ამერიკის პირველმა ლედიმ პირადად მოინახულა. მორის საბაშვილი ამ დროისთვის, როგორც უკვე გითხარით, საქართველოშია დაბრუნებული, გორის სამხედრო ჰოსპიტალში აგრძელებს მკურნალობას და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ექიმების თქმით არის სტაბილური, რაც შეეხება დანარჩენ დაშავებულ ქართულ სამხედროებს, რომლებმაც აისაფის ოპერაციაში მონაწილეობისას ჰელმანდის პროვინციაში მიიღეს სხვადასხვა დაზიანებები, 10 მათგანი უკვე საკუთარ სახლებს დაუბრუნდა. ამჟამად მდგომარეობა შეიძლება ითქვას, რომ იყოს არის დამაკმაყოფილებელი, პერიოდულად აწუხებს ხოლმე ტკივილი ტაკვის არეში, უტარდება ფიზიოთერაპია, რეაბილიტაცია და იგეგმება მზადება პროთეზირებისათვის, ორივე ქვედაგებების პროთეზირებისათვის. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალების 31 ბატალიონი უკვე დაბრუნდა საქართველოში. მას ჩაენაცვლა ეტაპობრივად ენაცვლებოდა 32 ბატალიონი ჰელმანდის პროვინციაში მსახურის დროს, როგორც თქვენ იცით, საქართველომ დაკარგა 5 სამხედრო მოსამსახურე და მათ არაერთხელ მიუსამძიმეს საერთაშორისო საზოგადოების წარმომადგენლებმა, კონკრეტული ქვეყნების ლიდერებმა და დღესაც საქართველოს ხელისუფლება ღრმა მწუხარებას აცხადებს მათი გარდაცვალების გამო, თუმცა საქართველოს ხელისუფლებაში ასევე ამბობენ, რომ ამ ადამიანების წვლილი და ღვაწლი საერთაშორისო მშვიდობაში შეტანილი არის ძალიან მნიშვნელოვანი და დაფასებული და ქვეყნისთვის საამაყო. მე შეგახსენებთ, რომ 31 ბატალიონი საქართველოში უკვე დაბრუნებულია, აისაფის ოპერაციაში მონაწილეობას კი 32 ბატალიონი აგრძელებს. 31 ბატალიონის ჰელმანდის პროვინციაში როტაცია უკვე არის დასრულებული. მინდა სიამაყით გითხრათ, რომ ყველა კომპეტენტური ორგანიზაციის და პირის მიერ ქართველი ჯარისკაცების იქ მსახური შეფასებულია, როგორც დადებითი შეფასება აქვს მიღებული, როგორც საუკეთესო. ეს ბიჭები უკვე არიან საქართველოში, ისინი ყველა არიან სახლში. სამწუხაროდ ჩვენ გქონდა დანაკარგიც მოგეხსენებათ, თავდაცვის სამინისტრო კიდევ ერთხელ იხრის ქეთს გარდაცვლილი ბიჭების წინაშე და უსამძიმრებს მათ ოჯახებს. ავღანეთის სამშვიდობო ოპერაციაში მონაწილე ჯარისკაცებმა ქართველმა სამხედროებმა მიიღეს უმაღლესი შეფასება მათ მიერ გაწეული სამსახურისთვის. მე შეგახსენებთ, რომ პირადად ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მეუღლემ პირველმა ლედიმ მიშელ ობამამ მოინახულა ისინი გერმანიის ჰოსპიტალში. ახლა კი უკვე აისაფის ოპერაციაში მონაწილეობას და საერთაშორისო მშვიდობისთვის სამსახურს აგრძელებს 32 ქართული ბატალიონი.